ლუდი სანამ თქვენს კათხაში აღმოჩნდება, რა პროცედურების გავლა უწევს მას. ლუდს ძირითადად ქერისგან ადუღებდნენ. გამოხდისთვის უპირველესია ალაოს, ანუ ფორის მომზადება. ეს გულისხმობს ქერის მარცვლის დალბობას, დაღვივებას, გახმობასა და დაფქვას. გამხმარი ქერი წისქვილში მსხვილად დაიროშებოდა, ტომრებში ჩაიყრებოდა და ბნელ ადგილას შეინახებოდა. ლუდის დუღებისთვის სამზადისი დღესასწაულამდე 7-8 დღით ადრე იწყებოდა, რასაც ხევსურეთში ქვაბების დაყრას უწოდებენ, თუშეთში კი ქვაბების შეკიდებას. მომზადების დროს საუკეთესო პროპორციად მიიჩნეოდა ერთ საწყაო ფორის ფქვილზე ერთი საწყაო წყალი, თუმცა კი ხშირად ერთ წილ ფორს 2 წილ წყალს ასხამდნენ. შემდეგ შერეულ მასას სალუდე ქვაბში განუწყვეტლივ ჯოხით, როცა წყალი და ფორი კარგად აირეოდა. ცეცხლს ანთებდნენ, ქერისა და წყლის ნაზავს გამუდმებით ურევდნენ, რათა ფქვილი არ შეპოვდებულიყო. ამ დროს ცეცხლით ზომიერი უნდა ყოფილიყო, მასა რომ ნელ-ნელა ადუღებულიყო. ამას ყველაფერს აკონტროლებდნენ დასტურები. როცა მასა ადუღებისკენ წავიდოდა, შეიბუჟღებოდა, მოიმატებდა და თუ ადუღდებოდა ქვაბიდან გადმოსვლასაც დაიწყებდა. სანამ გადმოვიდოდა, ლუდის მდუღებელი ამ ქაფიან მასას დიდი ხის კოვზით, ეგრეთ წოდებული კოშით მოხსნიდა და სხვა ქვაბში გადაიტანდა. როცა ქაფი მთლიანად მოეხდებოდა, ქერის წვენის მოთუხთუხე ზედაპირი გამოჩნდებოდა, რითაც ზომიერი დუღილის პროცესი იწყებოდა. სალუდე მასა, როგორც წესი, დუღილისას ჯერ იმატებდა და რომ არ დავრილიყო, ზემოთა ნაწილი ცალკე ქვაბში გადაჰქონდათ, შემდეგ რომ ისევ დაემატებინათ. შემდეგ ქვაბს ადროვებდნენ, სანამ ნახარშის უხეში მასა ძირზე დაიწყებდა დალექვას. ზედა ნაწილი მალე ისე გაიწმინდებოდა, რომ გაწურვა არც სჭირდებოდა და პირდაპირ გადაიღებდნენ სხვა ჭურჭელში. თკბილის მღვრიე ნაწილს წურავდნენ ძელზე ჩამოკიდებულ თხის მატყლის ტომრებში, რომლებიდანაც გაწურულ გაფილტრული წვენი ხის ან სპილენძის გეჯაში, ანუ ლატბიში უნდა ჩასულიყო. თავდაპირველად წვენი თავისით გადმოდიოდა, მაგრამ დარჩენილი სქელი მასა უკვე ხელით უნდა გამოწურულიყო. გადუღებულ და გაწურულ თკბილს ჩაასხამდნენ ხელახლა გასუფთავებულ ლუდის ქვაბში და სვიას დააყრიდნენ. სვია უძველესი დროიდან ხარობდა საქართველოში, მაგრამ მთაში ის ძალიან ცოტაა. ხევსურები და ფშავლები მას ყიდულობდნენ ან ნატურალურ საქონელზე ცვლიდნენ. ძირითადად ქართლიდან კახეთსა და ჩრდილოეთი კავკასიიდანაც კი მიჰქონდათ და კარგად გამომშრალს ინახავდნენ. ლუდი საუკეთესო მაშინ გამოვიდოდა, თუ კი სვია ფორის რაოდენობის ნახევარი მაინც დაეყრებოდა. ასეთი პროპორცია ლუდს სიმწარესა და დათრობას სცემდა. ქვაბებში თკბილსა და სვიას კვლავ ადუღებდნენ, სანამ არ მოიხარშებოდა და მზად არ იქნებოდა საფუებლად. ლუდის გამოხდისას ფუება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. იმდენად რომ აქამდე ჩამოთვლილ პროცედურებში ძირითადად დასტურები და შულტები მონაწილეობდნენ. სვიის ფუებას კი უშუალოდ ხევის ბერი წარმართავდა. აქ უკვე შემოდის ერთგვარი მისტერიული სულისკვეთება. იმის